მართავთ რეგულარულად რეგიონებში ვიზიტს, სადაც ადგილზე ვეცნობით, როგორც ჩვენი რეგიონული სამსახურების სამუშაო გარემოს პირობებს, აგრეთვე რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის მთლიან ყველა რგოლის წარმომადგენლებს დაწყებული პირველი წარმოებიდან დასრულებული ყველა იმ ღირებულებათა ჯაჭვის რგოლის წარმომადგენლებს, რომელიც ამჯერად ხდიან, მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილზევე ნახოთ რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა ადგილზე გავეცნოთ ყველა იმ მოცემულობას, რომელიც როგორც რეგიონული სამსახურების ჭირში, ასევე თვითონ სექტორთან მიმართებით არსებობს და გავაკეთოთ ოპერატიული რეაგირებები იმისთვის, რომ დარგი იყოს უფრო ძლიერი, დარგი იყოს უფრო განვითარებული. მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობა ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, გარემოს დაცვითი მიმართულებები, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი სამინისტროს, შესაბამისად ორივე მიმართულებით მიმდინარეობს აქტიურად რეგიონებში გაცნობა იმ მოცემულობების და იმ გამოწვევების და შესაბამისი რეაგირებები, რომელიც ამასთან დაკავშირებით გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია მინისტრის ვიზიტი, მინისტრის ჩართულობა უშუალოდ, რომელიც მნიშვნელობას ანიჭებს იმ კუთხით, რომ რეაბილიტაცია ხდება იმ სამსახურების ოფისების, რომელშიც მუშაობს მაგალითად გარემოს და ზედამხედველობის სამსახური, სატყეო დეპარტამენტი, ასევე სურსათის უნელობის სამსახურის ახალი შენობა. ასევე ჩვენ მოვინახულეთ კერძო სექტორში წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, სადაც მათ ისარგებლეს სახელმწიფო კრედიტით, IAPI კრედიტით და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები რეგიონისთვის, ვინაიდან ზრდის ეკონომიკურ პოტენციალს და ასევე მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხით. ჩვენ მოვინახულეთ რეგიონალური სათავო ოფისები გარემოს დაცვის, სატყეოს და სურსათის უზრუნველყოფის. მიმდინარეობს აქტიური ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. გავესაუბრეთ თანამშრომლებს, გავეცანით მათი მხრიდან არსებულ პრობლემებს. არსებობს მოსაზრება და არა მხოლოდ მოსაზრება, მიდის მუშაობა, რომ სახელმწიფო მატება განხორციელდეს, რადგან თანამშრომლების სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს. ასევე მოვინახულეთ ჩვენ ნატახტარში პოლფუნქციონალური საკმაოდ დიდი წარმოება, ქარხანა, სადაც დაახლოებით 120-130 თანამშრომელია დასაქმებული და აქვე მნიშვნელოვანია, რომ ისინი მათი უმრავლესობა არის წეროლის დევნილთა ჩასახლებიდან. ასევე სახელმწიფოს ხელშეწყობით საკმაოდ მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის სექტორით ბაღები გაკეთდა ძველი ქანდის ტერიტორიაზე, ისე რომ წარმოება ვითარდება, სექტორალური მიმართულებითაც მიდის როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების აქტიური სამუშაოები. ვფიქრობ, რომ მეტი წარმატების მოლოდინი უნდა იყოს აშკარად. როცა ჩვენ ვთხოვეთ თანამშრომლებს, რომ პრობლემებზე ესაუბრათ, როგორც აღმოჩნდა, მინისტრმა თავად იცოდა მათი პრობლემები და მინისტრმა დაასწრო მათ არა მხოლოდ პრობლემის გაჟღერება, არამედ უკვე გადაჭრის გზები და ისე რომ მათ მხოლოდ კმაყოფილება გამოხატეს, იმიტომ რომ სხვა პრობლემები, როგორც ჩანს, ისეთი, რომელიც სასწრაფოდ გადასაწყვეტია, უკვე პრაქტიკულად აღარ არის. Oui, pour nous, la visite des autorités locales et du ministre est extrêmement importante parce qu'on a besoin de confort, qu'on a un marché qui est toujours difficile. Et on a depuis 5 ans qu'on a ouvert cette usine. On a eu quand même beaucoup de soutien de la part de l'État. D'abord les prêts subventionnés. On a eu aussi plusieurs types de prêts subventionnés. Et je dirais, sans cette aide, on aurait eu des difficultés à monter cette affaire. Ensuite, on est dans une région où on a pu bénéficier de la présence de réfugiés ossétiens et de l'aide d'un fonds pour les former, etc., qui donne d'assez bons résultats. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხეთამთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფისის რემონტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.
დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სამინისტროს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს მაშინ, როცა რეგიონალური სამმართველოს ოფისის მშენებლობა რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი ადასტურებს, რომ გარემოს დაცვა და გარემოზე ზიანის პრევენცია მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრი აგრძელებს რეგიონებში თანამშრომლებთან შეხვედრებს, ეცნობა მათ საქმიანობასა და სამუშაო პირობებს. ვაცნობთ იმ სიახლეებს, რომლებიც დანერგილია სატყეო სექტორში. მნიშვნელოვანია ის წახალისების ფორმა, რომელიც დანერგილია განსაკუთრებული სირთულის საქმიანობის შესრულების პროცესში. სოციალური გარანტიები და საკანონმდებლო ცვლილებები უდავოდ ზრდის თანამშრომელთა мотивაციას, მოგეხსენებათ მეტყევის პროფესია საინტერესოსთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი სირთულის მატარებელი. აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში გახსნილი ოფისის ინფრასტრუქტურა მისცემს ჩვენს თანამშრომლებს შესაძლებლობას ყოველდღიურ რეჟიმში უფრო ეფექტურად და ხარისხიანად განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ახორციელებს მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო კონტროლს სურსათის უნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სურსათის უნებლობის მიმართულებით პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ისეთი მაღალი რისკის ობიექტები, როგორიც არის ცხოველთა სასაკლაო, გზის პროდუქტების წარმოება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საბავშვო ბაღები, სკოლის კვების ბლოკები და აგრარული ბაზრები. რაც შეეხება ვეტერინარიის მიმართულებას, სააგენტოს ვეტერინარები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებებზე. ვეტერინარული კეთილსაიმედეობის შენარჩუნების მიზნით უმნიშვნელოვანესი აღნიშნული აქტივობები, ხოლო მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მავნებლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები იძლევა კეთილსაიმედო გარემოს შენარჩუნების საშუალებას. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ბატონი მინისტრი გვესტუმრა ჩვენს ლაბორატორიაში და ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი საქმიანობისთვის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნიადაგის კვლევა ქვეყნის მასშტაბით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ქმნის რეალურად სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველს. ჩვენ ძირითადად საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეხება ქვეყნის მასშტაბით ნიადაგის მდგომარეობის შეფასებას და გვაქვს გაწერილი კონკრეტული პროგრამა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და შესაბამისად ვახორციელებთ ნიადაგების შესწავლას, შეფასებას ქვეყნის მასშტაბით, რომელიც უკვე შემდგომში იქნება ხელმისაწვდომი თითოეულ დაინტერესებული პირისთვის, როგორც ფერმერისთვის, ისე ინვესტორებისთვის, რომლებიც შეძლებენ ნიადაგური ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მიღებას და გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. მე გახლავართ წარმოების უფროსი ბესარიონ ჯანგირაშვილი. 2016 წლიდან დაიწყო ქარხნის მშენებლობა. კომპანიას კავკასუს ორგანიკ ფრუტს იქვია, ვაწარმოებთ ქართული ხილის ჩირს. თვითონ წარმოება გაიხსნა 2017 წელს, 2017 წლიდან და 2016 წლიდან იყო უკვე მთავრობის თანადაფინანსება, რაც საწყის ეტაპზე ნამდვილად ძალიან დიდი სტიმული იყო, არა მარტო თანამშრომლებისთვის, მთლიანად მთელი კომპანიაში დასაქმებული ხალხისთვის, რომ ეს თანადაფინანსება ძალიან დიდ როლს ითამაშებდა და მართლა ნამდვილად ითამაშა ეს დიდი როლი სახელმწიფო თანადაფინანსებამ, რომელიც პანდემიამდე 2019-2020 წელში უკვე მთლიანად 100%-ით ვალდებულება, რაც არსებობდა სახელმწიფოს წინაშე, დაიფარა. ამ ეტაპზე ძირითადი ექსპორტი გვაქვს, ვაწარმოებთ როგორც ვთქვი ქართული ხილის ჩირს, ძირითადი ექსპორტი გვაქვს გერმანიაზე, თუმცა მოლაპარაკებები არსებობს პოლონეთთან, უნგრეთთან, გაფართოების მიზნით, ისრაელთან, ამერიკასთანაც, ასევე აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები თვითონ გერმანიაში უკვე წარმატებით დამთავრდა რამოდენიმე გერმანულ ავიაკომპანიასთან და შედის უკვე ავიაკომპანიებში ქართული ჩირი, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობის ეტაპზე არის ნასაში. შესაძლებელია, რომ საქართველოში გამშრალი, ჩვენ კომპანიაში გამშრალი ჩირი კოსმოსშიც ვიხილოთ, მაგრამ ისევ აუღნიშნავ, როგორც თავიდან ვთქვი,
ეს თანადაფინანსება საწყის ეტაპზე 2016-2017 წლებში მთავრობის თანადაფინანსება იყო აი ძალიან კარგი და ძალიან სტიმულატორი, ასე რომ ვთქვათ რა. კომპანია Khanda Agriculture-მა 2021 წელს სოფელ ქანდაში გააშენა 100 ჰექტარზე ნუშისა და ხეხილის სუპერინტენსიური ბაღები. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პროექტის განხორციელებაში. მივიღეთ დაფინანსება და სხვადასხვა ტიპის გრანტები, მათ შორის მივიღეთ მონაწილეობა დანერგემომავლის პროექტში და ასევე ვისარგებლეთ სუბსიდირებული აგროკრედიტებით.